საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა მეგობრებო, პარასკევია, საღამო, ლა. გამარჯობა ვინი. დიახ, დღევანდელი ამბავი იცით, ერთად ვართ ხოლმე ჩვენთან ორ მაგი ლოტოს საღამო რომ გელოდებათ და მოვედით თქვენთან რომ გაცნობოთ რამდენია? 2693 ტირაჟია. იუჰუ, ჯეკპოტი 233,000 აჭარბებს თქვენ რომ უნდა მოიგოთ ის ჯეკპოტი და კარგად გამოიყურება მეორე კატეგორიას მეგონი არა. კი. 24,000 ლარზე მეტია მეორე საპრიზო კატეგორია, მადლობა ვინი და ახლა ვინი. მიდი ეხლა და ამუშავე. შენი ლოტოტრონი. ასე მეგობრებო. კერდა ჩვენი ლოტოტრონი. შენი ჯადოსნური ხელებით. აბა მოამზადეთ ბილეთები 3 2 1 სკიბიდი. წავიდა. წარმატებები ყველას უსადვის რომ დღესაც ძალიან ბევრი თქვენგანს გავახარებ და გავაბედნიერებ და მანამ სანამ ჩართული აქვს რომ გვიყურონ. კი რა თქმა უნდა. ყოველ დღე მაგას ვეუნები და გამოიწერეთ თან ეს კლინგ. ჩვენი ონლაინ ეთერის დასრულების შემდეგ რა არისო 1 საათში რუსთავი 2-ზე. ზუსტად მაგის თქმა მინდოდა, სულ რაღაც 1 საათში გაიმართება ტირაჟი ლოტო 652-ის გათამაშება, სადაც თამაშდება 714,000 ლარზე მეტი ჯეკპოტი და მეორე საპრიზო კატეგორიის თანხა 350,000 ლარზე მეტი, ასე რომ მიჩქარეთ და ეწვიოთ ჩვენ საიტს loto.gr-ზე. ონლაინ პირველი ბურთიც გამოჩნდა და ეს არის 25 ჩამოვიდა პირველი? კი. მეორეც სწრაფად მოსულა 17. სანამ ესე ძალიან სწრაფად არიან დღეს გეტყვი რომ დღეს 80 წლის გახდა ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტი, ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფის ოქროს ხანის წევრი და ერთ-ერთი უძლიერესი მუსიკოსი პროდიუსერი დევიდ გილმორი, რომელიც Pink Floyd-ებში მოღვაწეობდა, ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური მუსიკოსი თან, იმიტომ რომ როგორც ათეულში შევიდა საუკეთესო გიტარისტების წლების წინ, ისევე როგორც ჯონ ბონ ჯოვი, სექსუალური მამაკაცების მუსიკოსების ათეულშიც არის გილმორი. დღეს 80-ის გახდა ბაბუა დევიდ გილმორი, გილოცავთ ყველა გურთები დაგვაუწყდა ვინი? მოყვარულებს. მაგას გადავიმეორებთ მაყურებელთან ერთად. 27 არის მესამე ბურთი, 21 არის მეოთხე ბურთი და ბოლო რიცხვი არის 13 და მოდი კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ ვინი. ოჯახში. წავიდა 2693 ტირაჟი, საბოლოო კომბინაცია ცნობილია და დავიწყეთ. პირველი ბურთი 25, შემდეგ 17, შემდეგ 27 21 და ბოლოს 13. კი ბატონო. აი ასე და ამგვარად დევიდ გილმორის დაბადების დღესთან დაკავშირებით ცოტა გავერთეთ, მაგრამ მაინც დავეციეთ და ეხლა გავასწრებთ კიდევაც ლოტოტრონს. მოკლედ მეგობრებო, შედეგებს ველოდებით და გავაკეთებთ. მონოპოლია ხო არ ვითამაშოთ? შევახსენოთ. ლოტოჯი, რა თქმა უნდა, ლოტოჯი. მონოპოლიის რა გითხრათ, მაგრამ იმდენი გართობა გელოდებათ, იქ იმდენი ძალიან საინტერესო ამბავია. ჩემო მეგობარმა მომწერა იმ დღეს, რომ შევედიო ლოტო.gr-ზე და მართლა გამოსვლა აღარ მინდა, იმდენი საინტერესო და მრავალფეროვანი რაღაცა არისო. პლუს ამას დღეს ორმაგი ლოტოს დრო არის. ჩვენი ბილეთების შეძენას დღევანდელისას ვერ მოასწრებთ. ხვალინდელი შეგიძლიათ და დღევანდელი 642-ის. შედეგებიც ეკრანზეა. რა ხდება? 926 გამარჯვებული მთლიანად. გათამაშდა მესამე, მეოთხე და მეხუთე საპრიზო კატეგორია. კი ბატონო, მეოთხე თავისთავად ბერმა მოიგო და მესამეში 3 მოგებული ყავს. და მოგება ბილეთზე არის 140 ლარი. ველოცავ ჩვენს მოგებულებს. ძალიან ხარია, ჩვენთან ერთად იყავით. 140 ლარი მოგება ბილეთზე, შეგიძლიათ წახვიდე პაპში. მეგობრებთან ერთად. მოკლედ, კარგ პარასკევის საღამოს გისურვებთ ყველას. 6:42 არ გამოგშედ 1 საათში რუსთავი 2-ზე და შაბათს ერთმანეთს. ცით რომ ანანოა თქვენთან. აბა ყველას მოგება.